მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის სახსრებისა და თავის ტკივილი. ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც ახლა გავრცელებულ გრიპის ვირუსს, რესპირატორულ სინციტიურ ვირუსს, რინოვირუსს და პარაგრიპს ახასიათებს. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკ ჯგუფის ადამიანებს მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ ზამთრის სეზონზე ვირუსების მატება ბუნებრივია. გრიპის რაოდენობა მოიმატა, მაგრამ არასაგანგაშოდ. ამ პერიოდისთვის პრაქტიკულად ჩვეულებრივი მოვლენაა. არის არა მარტო გრიპი, არის სხვა ვირუსული ინფექციები. განსაკუთრებული სიმძიმით, ჯერჯერობით არ ყოლია. საქართველოში ყველაზე ხშირად მოცირკული ვირუსებს შორის იდენტიფიცირდება აგრიპის ვირუსი, H3N2 ტიპის ვირუსი და დღეს ეს არის ქვეყანაში ყველაზე ძირითადი და ყველაზე ხშირად ლაბორატორულად დიაგნოსტირებული გრიპის ვირუსი. გრიპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირუსი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ვინაიდან ის ხასიათდება უფრო მძიმე მიმდინარეობით, გართულებების მაღალი რისკით, სამავთყოფოში მოხვედრის ალბათობა, განსაკუთრებით რისკი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის მაღალია. ამ თვალსაზრისით ჩვენ ახლა გვაქვს ალბათ მომდენო რამდენიმე კვირის მანძილზე პერიოდი, როდესაც ველოდებით შემთხვევების შემდგომატებას. გრიპის შემთხვევები, რომელიც პიკს სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს მიაღწევს, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ცირკულირებს. ვირუსების ასარიდებლად საუკეთესო გზა ჰიგიენის წესების დაცვა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ქვეყანაში 150,000 ადამიანი უკვე აიცრა. საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა ქვეყანაში. Რაღაც 150,000 ჩვენი თანამოქალაქე უკვე აცრილია. ვაქცინას უნდა დაახლოებით 7 დღე, 10 დღე მაინც რომ ვაქცინამ დაიწყოს მუშაობა და დაგვიცვას. სეზონური ვირუსების სხვადასხვა მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად არანაირ რისკებს არ უკავშირდება. ჯანდაცვის სისტემა მზადაა მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს. საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისებით. გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და ოჯახის ექიმის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა ბინის პირობებში. იმისთვის, რომ სეზონური გრიპის შემთხვევებმა იკლოს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქცენტს ჰიგიენის დაცვაზე, პირბადის ტარებასა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებენ. მოსახლეობას კი გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ყველასთვის უფასოა.